აბა კომენტარებში თუ გამოიცნობთ ამ კერძის ღირებულებას. ზამთრის ცივ და სუსხიან ამინდში გოგრის სუპი ძალიან სასიამოვნოა, თან სასარგებლო ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და არ ჯდება ძვირი. საარსებო მინიმუმზე ნახავდით წინა ვიდეოს და დავიწყე მოკლედ დათვლა რა ჯდება თითოეული კერძი, რომელსაც აქ გიზიარებთ. ყველა ვიდეოში ცალ-ცალკე არ ვიტყვი და ზეთი აუცილებელია რომ იყოს ზეითუნის თუ ვართ ანთების საწინააღმდეგო კვებაზე. რამდენიმე სხვა სახის ზეთსაც იყენებენ, მაგალითად ავოკადოს, მაგრამ ჩვენთან ეგ ზეითუნის ზეთზე ბევრად ძვირი ღირს, ამიტომ მე ძირითადად ზეითუნს ვიყენებ ხოლმე. სასურველი სისქის მისაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოსტნეულის ბულიონი, ბევრად უფრო სასარგებლოს გახდის წვნიანსაც, მაგრამ მე ამჯერად წყალი გამოვიყენე. მარილის და შავი პილპილის გარდა პაპრიკაც შეგვიძლია დაუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი და ასევე თქვენს თებს შესცადეთ რა დოზით მოგწონთ კვლიავი და კურკუმა. ორივეს ძალიან კარგი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, უბრალოდ თუ აქამდე არ გიცდიათ, ასე დაგემოვნება აჯობებს. დიდხანს არ ადუღოთ, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. სურვილის ამებს შეგიძლიათ გააფორმოთ დაღერღილი წიწაკით, გოგრის თესლითა და მწვანილით. ძალიან უხდება გახეხილი სულგუნიც.